მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. თეახლედიანი სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა ტრადიციულად მედიისგან მალულად. მან უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ისე მოიარა, რომ მედიისთვის ამის შესახებ არავის უცნობებია. არც აპარატის, არც უნივერსიტეტის და არც სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლებს. არავისთვის გვითქვამს, ჩვენ გადავიღეთ, ასე პასუხობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მედიასთან ურთიერთობის განყოფილება. უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა ვახტანგ თაქთაქიძემ კი გვითხრა, ღონისძიება არ იყო ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი. მიზანი ჰქონდა ახვლედიანი შეხვედრო და სომხურ ენოვან სტუდენტებს და არ ჩათვალა საჭიროდ, რომ თქვენთვის შეეტყობინებინა. იგივე შეკითხვით დაუკავშირდით სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელს. ისიც ტრადიციულად ჩვენს არებს არ პასუხობს და ტელეფონს გვითიშავს. რაც შეეხება შეხვედრას, როგორც საჯარო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ახვლედიანი რეგიონში დედა ენის დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა და უნივერსიტეტში 1+4 სასწავლო პროგრამის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეხვდა. სამხარეო ადმინისტრაციაში კი სამუშაო შეხვედრა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შედგა, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდაა დასახლებული. ჩვენ ახვლედიანისთვის გვინდოდა გვეკითხა, რამდენად ეფექტურად აფასებს 1+4 პროგრამის შედეგებს და იგეგმება თუ არა პროგრამის განახლება, რადგან მას შემდეგ, რაც პროგრამა შეიმუშავეს, მასში არაფერი შეცვლილა და მოდერნიზაციაა საჭირო. ვისახება ახალციხეში 9 აპრილის ნომერ 19 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. ჩვენი რედაქცია მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა აღნიშნული საკითხის გარკვევას. ვრცლად გთავაზობთ სიუჟეტს. მიმდინარეობს თუ არა ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოები. პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ უწყებას მოვუსმენთ. მერია ჯერ ამბობს, რომ 9 აპრილის 19 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის პრობლემაა. ინფორმირებულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას და მიმდინარეობს სამუშაოები. წყალმომარაგების კომპანიაში კი გვეუბნებიან, რომ მათი მხრიდან დაზიანება არ ფიქსირდება და შესაბამისად არც სამუშაოებია დაგეგმილი. რა ხდება? საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე დაზიანებული გზის მოწესრიგების შესახებ კითხვებით თავდაპირველად ახალციხის მერიას დაუკავშირდით, სადაც ზემოთ ხსენებული პასუხი გაგვცეს და წყალმომარაგების კომპანიისკენ მიგვითითეს. შემდეგ დაუკავშირდით წყალმომარაგების კომპანიას. ჩვენი ზარის შემდეგ კომპანიის თანამშრომლები და მათივე თქმით მერიის წარმომადგენლები ადგილზე გავიდნენ. ტერიტორია შეისწავლეს და გვითხრეს, რომ საკანალიზაციო სისტემასთან პრობლემა არ ფიქსირდება. ამის შემდეგ ჩვენ მერიას კვლავ დაუკავშირდით და თავიდან ვკითხეთ, რა არის ახალციხეში 9 აპრილის 19 ნომერში მოუწესრიგებელი გზის მიზეზი და როდის იგეგმება შეკეთება. გვითხრეს, რომ განახლებულ ინფორმაციას მოგვაწოდებდნენ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. რატომ ვერ წესრიგდება ტერიტორია, რომელიც მოსახლეობას 1 წელზე მეტია აწუხებს? სანამ ჩვენი რედაქცია აღნიშნულის გარკვევას ცდილობს, ახალციხის მერია საჯარო პოსტით მოსახლეობას ბოდიშ სუხთის გზებზე გაჩენილი ორმოულების გამო და დაზიანებებს კლიმატურ პირობებს უკავშირებს და არა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს. გზებზე უწყვეტ რეჟიმში იყრებოდა ტექნიკური მარილი. ჯამში დაიყარა 100 ტონაზე მეტი, რაც წინა წლებთან შედარებით 3-ჯერ მეტია. მძიმე კლიმატურმა პირობებმა და დიდი რაოდენობით ტექნიკური მარილის გამოყენებამ გამოიწვია ცენტრალური გზის საგრძნობლად დაზიანება. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში მოსულმა უხმა ნალექმა და ხანგრძლივმა წვიმებმა შეაფერხა გზების მოწესრიგების პროცესი. განმარტავთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ახორციელებს დაზიანებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას. ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. ყველა ზომას მივმართავთ, რათა აღნიშნული პრობლემა დროულად მოგვარდეს. მერიას არა, მაგრამ საზოგადოების ნაწილს კითხვები საგზაო სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით უჩნდება. როდესაც ხდება ტენდერის გამოცხადება, ხო ეს არის რაღაც გარკვეული ეტაპები. ვიკითხე პროფესიონალებმა დამაკვალიანეს, რომ ხდება ტენდერის გამოცხადება, იმარჯვებს, ხო კონკურსი უნდა გაიმარჯვოს,
და მე ის იმას ვალდებულებას იღებს, რომ კარგად უნდა გააკეთოს საქმე. ეხლა მე კითხვა მაქვს ასეთი, კარგია ბოდიში, მომეწონა რომ ბოდიშიფტით მოსახლეობას ცუდი ჟესტი არ არის, მაგრამ რომ იბარებ აი ამ გზას, თუ ის რომ გარანტიას გაძლევს, იქ არ ვიცი სიღრმე არის ამდენი სანტიმეტრი, ამდენი მასალა არის საჭირო რომ გამოიყენო, აკლებ თუ არ აკლებ და შეხო იბარებ და ხელს უწერ. მე რატომ არ სთხოვ იმ კომპანიას, როდესაც გაზაფხულზე ვღებულობთ ამ შედეგს? ხომ ამის უამრავი პრეცედენტები არსებობს, რომ აჯარიმებენ, პასუხს თხოვენ, როგორ შეიძლება 10 წელია ერთი და იგივე ყოველ გაზაფხულზე ხდება მოსახლეობას. არის უკმაყოფილება. კითხვები აქვს აქტივის ჯაბან ანთენაძესაც. მერის განცხადებებზე თუ დავეყრდნობით, მაგ გაგებით, მაშინ ასფალტი საერთოდ არ უნდა გქონდეთ, არც შვედეთში და არც ნორვეგიაში და მით უმეტეს აგერ არც ჩვენს მეზობელ თურქეთში, სადაც 2200 მეტრზეც იმაზე კარგი ასფალტი არის დაგებული, ვიდრე მთელს ქალაქში და მთელ საქართველოშია ლამის. იქ უფრო მეტი ყინვა და თოვლი არის. რაც შეეხება რომ არ წავიდეთ უცხო ქვეყნებზე და რომ არ ვისაუბროთ უცხო ქვეყნებზე, ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს რაბათის მაგალითი. 2012 წლიდან ამ რაბათის გზაზე გზა დაიგო და მას შემდეგ იმდენი გზა დალატკავდა, ბოდიში ამ ჟარგონისთვის დალატკავდა და იმდენი გზა გაკეთდა, რაბათის გზა ისევ იმ მდგომარეობაშია, ეხლა რა თქმა უნდა 14 წლის მერე ცოტათ იმ მდგომარეობა შეიცვალა და რამდენიმე ალაგ-ალაგს აქვს ის პრობლემები, რაც ლოგიკურია 14 წლის განმავლობაში, მაგრამ მერიას თუ დაუჯერებთ, გამოდის რომ რაბათში არ თოვს, არც წვიმს, რაბათში არც მარილს არ ყრიან. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2.200.000 ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ორ შაბათამდე.